ოჯახის ექიმი კვლავ თქვენთან ერთადაა და გადაცემის დასკვნის ნაწილში რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სასწავლო პროცესში ჩვენი მოზარდების იმუნური სისტემა იყოს ძლიერი და მოსწავლეებმა ხშირად არ იავადონ. ალბათ მაია დამეთანხმება, რომ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიდრე თემაზე გადავიდოდით, გეგმიური ვაქცინაციების სრულად რომ კონდეს ჩატარებული ბავშვი. და განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ყოველი წლის შემოდგომაზე ოქტომბრის დასაწყისიდან აუცილებლად უნდა ავცრათ ჩვენი შვილები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, იმიტომ რომ თავისთავად ესე გრიპი ზოგ შეიძლება გონია რომ მარტივი დაავადება, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ მიმდინარე დაავადება განსაკუთრებით ბავშვებში და ლეტალობას რომ შევხედოთ სოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანს კლავს ყოველწლიურად. ამიტომ იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის აცრები არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე უკვე სხვა დანარჩენი დამხმარე საშუალებები. გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ცხოვრების ჯანსაღი წესი ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე ეს არის გეგმიური აცრების ჩატარება. ბევრი ქვეყანა არის, რომელშიც თუ ჩატარებული აცრები არ გიშვებენ სასწავლებელში. სასწავლო დაწესებულებაში ვერ შეხვალ, არ მიიღებენ და ეს პრინციპში არ არის, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია ეს არის ნებაყოფლობითი პროცესი. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის თანხმობა, თუმცა ეს არის მნიშვნელოვანი გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ბევრი ადამიანი გარშემო არ არის აცრილი, ძალიან მაღალია რისკი, რომ გავრცელდეს ძალიან მძიმედ მიმდინარე ინფექციები. სამწუხაროდ უკანასკნელ პერიოდში გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ვაქცინაცია არსებობს. ჩვენ ვეღარ ვხედავთ ამ ინფექციებს. ამიტომ მშობლებს გონიათ, რომ ნუ რატო უნდა ავცრა დიფტერიაზე და თქვა, სად არის, აღარ არის ეს დიფტერია. მაგრამ კარგად გვაჩვენა ბევრმა შემთხვევებმა და საკუთარ მაგალითს გავიხსენებ 90-იანებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ 4 წელი პრაქტიკულად თუ 3 წელი ვაქცინა არ გაგვაჩნდა და ამიტომ აცრების საერთოდ გაჩერდა, მოგეხსენებათ ბევრი რაღაც გაჩერდა მაშინ და მათ შორის ვაქცინაცია და 95-96 წლებში ჩვენ გვქონდა აფეთქება დიფტერიის უმძიმესი პაციენტებით, უამრავი გართულებით და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ლეტალური შემთხვევითაც, ხო? ამიტომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ყველაზე უფრო გამართლებული სტრატეგია იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობა, საკუთარი შვილების ჯანმრთელობა დავიცვათ. და სხვებისაც. რა თქმა უნდა და სხვებისაც. აბსოლუტურად გეთანხმებით, თუმცა დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აცრების გარდა ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ დამეთანხმებით მთელი რიგი საკვები დანამატები, რომელიც უზრუნველყოფს საჭიროების სამეფო დანიშნულ დროს ბავშვის ნორმალურს დაგანვითარებას, აგრეთვე ადაპტირებას გარემოსადმი. ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი ნინუ დუმაშვილი და სააფთიაქო გაყიდვების მენეჯერი ჟანა მაღლაკელიძე. მოგესალმებით, მადლობა რომ მოხვედით. დინი, შენგან დავიწყებ, ხომ? რატომ არის აი მნიშვნელოვანი რომ სასწავლო წლის დასაწყისში განსაკუთრებულად შევამზადოთ ბავშვი და აი პროდუქტები, რა პროდუქტებს ვთავაზობთ ჩვენ მშობლებს, რომ მათი შვილები უფრო პროდუქტიულები იყვნენ სკოლაში და ჯანმრთელები. მოგესალმებით პირველ რიგში. კომპანია GM Pharma როგორც ყოველთვის დროულად თავაზობს თავის მომხმარებელს სწორედ იმ ცნობილ ევროპულ ბრენდებზე შეთავაზებას, რაც დაეხმარება ჩვენს პატარებს იმუნიტეტის გაძლიერებაში და მეხსიერების გაუმჯობესებაში. და რა თქმა უნდა სკოლასთან ადაპტაციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში. ხო, ძალიან საინტერესოა ეს საკვები დანამატები. მე მახსოვს, რომ მე იმ თაობის ბავშვი ვარ, როდესაც მშობლები დამდევდნენ ხოლმე თუ გახსოვთ თევზის კონით, მეზიზღებოდა და გოგლი მოგლით. გახსოვთ? კაკაოიანი გოგლი მოგლით. ხო, აი ყველაზე საშილად მახსოვს რაც იყო. და ეს ყველაფერი დღეს კაფსულებში. და ეს ყველაფერი დღეს კაფსულებში გვაქვს. და ნამდვილად ერთ-ერთი ცნობილი და საზოგადოებრივი ჟელიბონის სახით და გემრიელია საერთოდ. ომეგა-3, რომელიც მოდით კიდევ ერთხელ ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს კონკრეტულად რა სარგებლობა მოაქვს და რისთვის არის მნიშვნელოვანი ომეგა-3-ის მიღება. ომეგა-3 ეს ყველაზე სასარგებლო ცხიმოვანი მჟავა არის, რომელსაც ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს ჩვენს ორგანიზმში. ის არის შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავა, რომელსაც მხოლოდ საკვების ან საკვები დანამატების სახით მივიღებთ. საკვებიდან ცხიმიანი თევზი არის ყველაზე კარგი წყარო, დამეთანხმებით ომეგა-3-ის შემცველობის და რეკომენდებულია ჩრდილოეთის სამწუხაროდ, არა ჩვენი შავი ზღვის. დამეთანხმებით
და გეთანხმებით, ამიტომ როდესაც ჩვენ ვერ ვახდენთ სრულფასოვან კვებას და რეკომენდებული არის რომ კვირაში ორჯერ მაინც ვიკვებოთ ჯანსაღი ცხიმიანი თევზით, ამ შემთხვევაში როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში ხდება საჭიროება საკვები დანამატის სახით ომეგა-3-ის მიღების. ჩვენ შემთხვევაში წარმოდგენილი გვაქვს ყველა ასაკზე მორგებული ომე-3-ის ბრენდი და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ორგანიზმში ომეგა-3-ს. პირველ რიგში, რადგან ბავშვობით დავიწყეთ და სასკოლო ასაკი ვახსენეთ, დავიწყოთ პირველკლასელები, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ მხედველობის აპარატის ნორმალური ფუნქციონირება, ასევე გონებრივი განვითარება და შესაბამისად ამ მიმართულებით არაერთი კვლევა არის. დამეთანხმებით, ყურადღების დეფიციტის სინდრომი ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა არის ბავშვებში და არაერთი კვლევა არის ამასთან დაკავშირებით, რამდენად ამცირებს მის სიმპტომებს და სამკურნალოდ ომეგა-3-ის მიღება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სწორედ ბავშვებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის მხედველობის აპარატის მხრივ. და ძალიან საინტერესო კვლევა დაიდო ბრიტანულმა გამოცემამ გამოსცა დაახლოებით 1000-ზე მეტ ბავშვზე იყო ჩატარებული კვლევა, რომ მიოპიის განვითარების რისკს სწორედ 6-დან 8 წლის ასაკამდე ამცირებს ომეგა-3-ის საკვები დანამატების საპროფილაქტიკოდ მიღება. ასევე ლიპიდური სპექტრის მაკორიგირებელ საშუალებას მიეკუთვნება ომეგა-3 და დამეთანხმებით ასევე იმუნური სისტემისთვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისი როლი. მოზრდილებში გულსიზართა სისტემისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი კვლევა სწორედ იყო, რომ ის ადამიანები, ვინც ომეგა-3-ს ან საკვებში თევზს მიირთმევენ, ინფარქტის ავადობა მათში გაცილებით უფრო ნაკლებია. და ძალიან საინტერესო კომბინაცია გაქვთ ასევე ნინი წარმოდგენილი. თქვენ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა, ვიტამინ D3-თან, ჰორმონ D3-თან, რომელიც საკმაოდ საინტერესო არის ხა და ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთხელ ავუხსნათ მაყურებელს D3-ის მნიშვნელობა და რა უპირატესობა აქვს მას ომეგა-3 ცხიმოვან მჟავასთან კომბინაციაში. ომე-3 D3 წარმოადგენს ნამდვილად უნიკალურ ბრენდს, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ომე-3, ომეგა-3 1000 მგ და გვაქვს ასევე D ვიტამინი 1000, 2000 და 5000 საერთაშორისო ერთეულით, როგორც საპრევენციო, ასევე სამკურნალო დოზებით. D ვიტამინი ვახსენეთ და ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის და გვაქვს ზის ვიტამინის ფართო ასორტიმენტი თქვენთან სტუდიაში წარმოდგენილი. დავიწყებ D-ტრივიტი დროპსით, რომელიც ჩვილობის ასაკიდან ინიშნება, როდესაც თქვენ გასცემთ რეკომენდაციას, რომ 400 საერთაშორისო ერთეული მაინც გჭირდება. აუცილებლად 2 წლამდე ყოველდღიურად სეზონის მიუხედავად. ჩვენც მივყვებით აუცილებლად თქვენს რეკომენდაციებს და უზიარებთ მოხმარებელს D-ტრივიტ დროპს, რომელიც წარმოადგენს ნამდვილად უსაყვარლეს გამოშვების ფორმას ბავშვებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ აქვს ძალიან კომფორტული საზომი პიპეტი და მშობელის სწორად ახდენს დოზირებას. ასევე აქვს ძალიან გემრიელი ატმის არომატი, რაც დამეთანხმებით ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და მეტად კომფორტულს ხდის მის მიღებას. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს საზომს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ D ვიტამინის ჰიპერდოზირება თუ ჩვენ ვერ ვახდენთ სწორად, იწვევს ძალიან მძიმე ინტოქსიკაციას და ამიტომ ეს ამ მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. შემდეგ უკვე გადავდივართ შედარებით მოზრდილებში და აქ საყვარელ პრეპარატს საყვარელ D-ტრივით ჟელიბონს უნდა შევეხოთ. უსაყვარლესი გამოშვების ფორმით, რაც ბავშვებისთვის არის ყველაზე კომფორტული მისაღები ფორმა. იქიდან გამომდინარე, რომ არის დათუნია ჟელიბონების სახით წარმოდგენილი სხვადასხვა ხილის არომატით, თანაქვე დავამატებ, რომ არ შეიცავს გლუტენს და არ შეიცავს იმ სხვა არასასარგებლო დანამატებს, რასაც მშობლები ხშირად უკრძალავენ ხოლმე ბავშვებს და შესაბამისად ჯანსაღი დესერტის სახითაც კი შეგვიძლია რომ მივცეთ ბავშვებს დღეში 1-2 ჟელიბონი. შემდეგ უკვე გადავდივართ D-ტრივიტის შედარებით მოზრდილ ფორმებზე 1000 საერთაშორისო ერთეულით გვაქვს წარმოდგენილი, 2000 საერთაშორისო ერთეულით და 5000 საერთაშორისო ერთეულით. რაც დამეთანხმებით როგორც საპროფილაქტიკო, ასევე სამკურნალო დოზებსაც შეიცავს და ასევე გვაქვს წარმოდგენილი D-ტრი დროპსი. ეს არის ასევე განსხვავებული ფორმით და ასევე წვეთის ფორმით, რაც როგორც სამკურნალო, ასევე საპროფილაქტიკო ფორმით არის წარმოდგენილი და შეგვიძლია მოზრდილებშიც კი, ვისთვისაც კაფსულა შეიძლება არ იყოს კომფორტული მისაღები ფორმა, ამ შემთხვევაში სამკურნალოდაც კი შევთავაზოთ D-ტრი დროპსის წვეთი. ჟანა, თქვენთან მინდა ახლა კითხვით გადმოვიდე. თქვენ ახსენეთ, რომ სპეციალური შეთავაზება გაქვთ, სწორედ სკოლის ასაკის ბავშვებისთვის, მოდით ესე ვთქვათ. რა შეთავაზებაზეა საუბარი, რას გულისხმობს ეს და რა ასორტიმენტს გულისხმობს ესეც რომ გითხრათ.
მოგისალმებით, მივესალმები კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს. დიახ, ნამდვილად გვაქვს ჩვენ შეთავაზებები. თითქმის ყველა სეზონზე არაერთხელ გვისაუბრია ამ სტუდიაშიც. განსაკუთრებული შეთავაზებები და რა თქმა უნდა ამ სეზონსაც არ ვტოვებთ უყურადღებოდ. ეს გახლავთ GM Pharma ცნობილი ბრენდები, რომელიც აქ წარმოდგენილი გვაქვს 1+1 შეთავაზება. PSP აპთეკო ქსელშია მხოლოდ ექსკლუზიურად, რა თქმა უნდა მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც გულისხმობს მაგალითად ერთი კოლოფი დეტრივიტი ჟელის შეძენის შემთხვევაში მეორე კოლოფი მომხმარებელს გადაეცემა საჩუქრად. რა კარგია. ძალიან მოკლედ კომპანიის შესახებ ვიტყვი და გადავალ სააქციო ჩამონათვალზე. GM Pharma ეს გახლავთ 100%-ით ქართული ინვესტიციის დაფუძნებული საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია. ჩვენი მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნების და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში. რაც შეეხება სააქციო ჩამონათვალს, პირველი აუცილებლად ომეგა-3-ით უნდა დავიწყო. ჩვენ გვაქვს ომე-3-ის ბრენდი ამ მიმართულებით და საკმაოდ ვრცელი და კარგი ასორტიმენტი. ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, მაგალითად 3 წლიდან, როდესაც უკვე ღეჭვას სწავლობს ჩვენი პატარები, გვაქვს ომე-3 ჟელი, რომელსაც თქვენ ახსენეთ ხომ, გემრიელი ხილის არომატი აქვს. შემდეგი არის ომე-3 ჯუნიორი, უკვე 6 წლის ასაკიდან, ომე-3 1000 უკვე 12 წლის ასაკიდან და ომე-3D3-იც ვახსენეთ ჩვენ აქ. უნიკალური შემადგენლობა აქვს და რატომ? 3 გამოშვების ფორმით გვაქვს. მაგალითად, თუ მჭირდება D-ვიტამინი 1000 საერთაშორისო ერთეული, ომე-3D3 1000 შეგვიძლია მივცეთ, ომეგაც არის, D3-იც არის. ძალიან კომფორტულია დამეთანხმებით. არა მხოლოდ ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვისაც გვაქვს ომე-3D3 5000, არამედ მშობლებისთვისაც. რაც შეეხება შემდეგ ბრენდს, ეს გახლავთ დეტრივიტის ბრენდი, ეს არის D-ვიტამინი და აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ზოგადად საქართველოში D-ვიტამინის შესახებ ცნობიერების დონე საკმაოდ მაღალია ჩვენი მოსახლეობისთვის და დეტრივიტის ბრენდის საერთო D-ვიტამინების გაყიდვების მაჩვენებლით, ეს არის საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი, მთელს პორტფელში დეტრივიტის ბრენდს უჭირავს 30%, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მესამე ადამიანი ირჩევს დეტრივიტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მომხმარებლების მხრიდან და ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან პრეპარატის სანდობასა და ეფექტურობაზე. ფორმები ჩვენ ჩამოვთვალეთ 0-თვის ასაკიდან გვაქვს, წვეთი, შემდეგ ჟელიბონები უკვე ღეჭვას როცა სწავლობენ, დეტრივიტი 1000 უკვე 6 წლიდან, 2000 და 5000 გვაქვს უკვე მოზრდილებში კი სამკურნალო დოზირებითაც. ორ მნიშვნელოვან ბრენდზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს გახლავთ Hilsi Baby Kits-ი, რომელიც გახლავთ ჩვენი კომპანიისთვის სიახლე. წარმოებულია შვეიცარიაში ლალიმანდ ფარმას მიერ, არის აბსოლუტურად უსაფრთხო და ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული ცხვირის სპრეი, რომელიც შეიცავს სიმბიოფილმს და ზღვის იზოტონურ წყალს და ახსნი, რას ნიშნავს სიმბიოფილმი, რას აკეთებს. როდესაც ჩვენ გამოვიყენებთ თითო ნესტოში, თითო შესხურებით, სიმბიოფილმი ცხვირის ლორწოვანზე ქმნის გარს, დამცავ გარს 7 საათიანს და ვირუსებსა და ბაქტერიების შეწებებას, გამრავლებას უშლის ხელს. გარკვეულწილად ამით მეტნაკლებად ვიცავთ ჩვენს პატარებს, აი განსაკუთრებით, როდესაც ბაღში უშვებთ ან სკოლაში უშვებთ, თითო შესხურებით დილით, შეგვიძლია რომ ჩვენი პატარები მეტნაკლებად დავიცვათ და ის მიკიდი, რომელიც ასევე გახლავთ პირის ღრუს პრობიოტიკი და ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე პატარებს უჭირთ პირადი ჰიგიენის დაცვა და ძალიან ხშირად გვესმის რომ აი სტომატიტები ძირითადად ბაღის ასაკის ბავშვებში პირველკლასელებთან საკმაოდ ხშირია ეს პრობლემა ჩვილ ასაკში რძიანებზე გვაქვს ძირითადად პრობლემები ამიტომ ის მიკიდი ეს არის პირის ღრუს პრობიოტიკი რომელიც აი ჩვენი პატარების ჯანსაღი პირის ღრუს მიკროფლორას უწყობს ხელს მოკლედ რომ შევაჯამო ყველა ამ პროდუქტზე რაც ჩამოვთვალეთ მიმდინარეობს 1+1 შეთავაზება ექსკლუზიურად PSP-ს აპთეკო ქსელში 10 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით. მოკლედ ახალი სასწავლო წლისთვის საკმაოდ საინტერესო შეთავაზებებია PSP-ს აპთეკაში. მადლობა მინდა გადაგიხავთ იმისთვის რომ იყავით და ვფიქრობ ძალიან ბევრი მომხმარებელიც ისარგებლებს გამომდინარე იქიდან რომ ერთს რო ყიდულობ მეორეს რო ჩუქნიან საკმაოდ კარგი აქცია. მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები. გემშვიდობებით წარმატებები. მადლობა.